ჩვენ ვიცით, რომ იერარქიულად ყველაზე მაღლა დგანან ვარსკვლავები. ვარსკვლავების ზეგავლენა ადამიანზე არის ძალიან მრავალფეროვანი. არიან მაგალითად ძალიან საინტერესო თემაა ზოგადად და ძალიან ისეთი ვრცელი. არიან სხვა სიძლიერის ვარსკვლავები რუკაში და ეს სიძლიერე დამოკიდებულია მათ ესე ვთქვათ შუამავალ პლანეტებზე და მათ კონკრეტულ ასპექტებზე, მათ გავლენაზე რუკაში, მათ მნიშვნელობაზე რუკაში. შესაბამისად გვაქვს ვარსკვლავები, რომლებიც ადამიანის განვითარებას დიდად ხელს არ უშლიან, კონკრეტულ რომელიმე სფეროზე ახდენენ გავლენას. არიან ვარსკვლავები, რომლებიც ართულებენ ადამიანის განვითარებას, რაღაც თავისუფლებას უზღუდავენ, ესე ვთქვათ და კონკრეტულ გზაზე აყენებენ და არიან ვარსკვლავები, რომლებიც საერთოდ უზღუდავენ ყველანაირ თავისუფლებას ადამიანს და მთლიანად მისი ამ ვარსკვლავის მისიის გამტარებელი არის ადამიანი. ხშირ შემთხვევაში ეს ადამიანებს აქვთ ფატალური ბედი იმის გამო, რომ არ შეუძლიათ ისე ცხოვრება, როგორც თვითონ უნდათ. შესაბამისად, თვითონ ეს ვარსკვლავების სფერო ზეგავლენა, როგორც მოქმედებენ და რაზე მოქმედებენ ვარსკვლავები არის ძალიან ვრცელი. იმიტომ რომ მაგალითად არიან დიდი დათვის თანავარსკვლავედების ვარსკვლავები, რომლებიც მოქმედებენ პროფესიებზე. გვხვდება მაგალითად ექიმების რუკაში კონკრეტული ვარსკვლავი, იქ რაღაც სპორტსმენების რუკაში კონკრეტული ვარსკვლავი. არიან ვარსკვლავები შედარებით დადებითი ზეგავლენით. არიან ვარსკვლავები ძალიან ცუდი ზეგავლენით, დაწყებული სისასტიკიდან, დამთავრებული მასობრივი განადგურების, როგორც დიდ სერიულ მკვლელებს აქვთ, ეს დიქტატორებს, მსგავსი ნეგატიური ვარსკვლავები, ნაციების გამანადგურებელი და ასე შემდეგ. და არიან ვარსკვლავები ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც ქმნიან, ძალიან ბევრი ვარსკვლავია, რომელიც მხედველობის პრობლემას ქმნის, ბევრი ვარსკვლავია, რომელიც ფსიქიკაზე მოქმედებს. შესაბამისად, ვარსკვლავების გავლენა სერიოზულია, თუ ვარსკვლავის ძალა არის მაღალი რუკაში. ესეთ შემთხვევაში ვარსკვლავი იგრძნობა, მისი ჯანმრთელობის გავლენაც, ფსიქიკაზეც, ყველაფერი იგრძნობა მისი დადებითით და უარყოფითით, როდესაც ვარსკვლავი ძლიერია. სხვა შემთხვევაში, თუ ვარსკვლავი ძლიერი არ არის რუკაში და უბრალოდ დგას, არის მინიმალური ზეგავლენა, რაღაც პერიოდულად შეიძლება იგრძნოს, შეიძლება რაღაც ზედაპირულად იგრძნობოდეს, მაგრამ სერიოზულად როგორც ესეთი საგრძნობი არ იქნება, თუ ვარსკვლავი უბრალოდ დგას. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, იმიტომ რომ გრძელი თემაა, რამდენად როგორ ხდება დიაგნოსტიკა ვარსკვლავების აღმოჩენა, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ორნაირი მეთოდია და აქაც ასტროლოგიის გარეშე არ გამოვა, ესე ვთქვათ, რომც მიაგნოთ სად დგანან ვარსკვლავები, მის ძალას, ესე ვთქვათ, ვარსკვლავების ძალას ასტროლოგიის გარეშე მაინც ვერ გაზომავთ და მით უმეტეს მის სრულ მნიშვნელობას და როგორც საჭიროა, ისე ინტერპრეტაციას ვერ შეძლებთ. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ასტროლოგია იქნება საჭირო.